ჩატარდა უმრავლესობის სხდომა. სხდომაზე განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, ასევე რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაანონსებულია საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს და უნდა გადაინაცვლოს უკვე პლენარულ განხილვებში. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ასე ვთქვათ, პოლიტიკურად დატვირთული პლენარული კვირა გვექნება, სასესიო კვირა. იმიტომ რომ ხვალ სამშაბათს გვეწევა საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი წლიური მოხსენებით, ასევე ოთხშაბათს ინტერპელაციის წესით მოწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. ინტერპელაციის საკითხი შეეხება მიგრაციის თემას, ძალიან მნიშვნელოვან თემას, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში და საკითხს, არამედ მთელ მსოფლიოში, ძალიან დიდ გამოწვევას, რასაც მიგრაცია წარმოადგენს. გადავწყვიტეთ ფრაქცია ქართულმა ოცნებამ, რომ გაგვეგზავნა რამდენიმე კითხვა, კერძოდ 7 ძირითადი მიმართულებით გაგზავნილია პრემიერ-მინისტრთან კითხვები, რაზეც ისაუბრებს ბატონი ირაკლი ოთხშაბათს ინტერპელაციის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნიდან ესაუბრა ამ თემასთან და ამ თემის ირგვლივ, იმიტომ რომ არ ახალია როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენი საზოგადოებისთვის ის ესე ვთქვათ მუდმივი манипуляციები, ის ესე ვთქვათ მუდმივი რაღაც კონსპირაციის თეორიები, ის მუდმივი სიცრუე ყველა თემის ირგვლივ, ყველა დადებითი სტატისტიკის ირგვლივ და სწორედ ეს დადებითი სტატისტიკაა, რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ პრემიერის ვიდეო მიმართვაშიც ვიხილეთ, ასევე ჩვენმა საზოგადოებამ, თუ რეალურად რა სტატისტიკაა, ასევე ბოლო 12 თვის განმავლობაში, ასე ვთქვათ, მიგრაციის თემის ირგვლივ და ამ საკითხის ირგვლივ მოგიხსენებათ შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ როგორ მუშაობს ამასთან მიმართებით, ასევე მოგეხსენებათ რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ისევ და ისევ იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში დგას და ეს საკითხი ყოველთვის იდგება და ყოველთვის იდგა. ასე რომ ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ინტერპელაციის დრო იქნება და საინტერესო გამოსვლა იქნება დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოებისთვის. ასევე ოთხშაბათს ფრაქცია საქართველოსთვის წევრებმა ინტერპელაციის წესით მოიწვიეს რეგიონული განვითარების მინისტრი ბატონი კახაბერ-გულედანი. ზოგადად თემა შეეხება ასე ვთქვათ სამინისტროს საქმიანობას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და საინტერესოდ მოსასმენი დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონები და რეგიონების განვითარება და დარწმუნებული ვარ ყველა კითხვაზე იქნება მომწურავი პასუხი და ჩვენი საზოგადოებისთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ძირითადი რაზეც ესე ვთქვათ, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, არის ყველას მოგეხსენებათ, ამ კვირაში საქართველოს პარლამენტი განიხილავს გრანტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დაჯადი ქმედება ხდება ექსტრემიზმი საკონსტიტუციური წყობილობის წინააღმდეგ, რითიც გაივლება კაფიო ხაზი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე და იმ ექსტრემიზმს შორის, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ განსაკუთრებით ბოლო წლებში, ამას მიუბრუნდები, დანაშაული დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 400-დან 600 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. ხა რაც შეეხება, როდესაც ვახსენებთ და ვამბობ ხაზგასმით, რომ უნდა გაივლოს მკაფიო ხაზი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას შორის და ექსტრემიზმს შორის, ეს არ ახალია ჩვენი საზოგადოებისთვის და კარგად ხედავთ და კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ თითოეული კანონი, რომელიც ინიცირდება და რომელიც ჩნდება და იმკვიდრებს ადგილს ქართულ საკანონმდებლო სივრცეში, მიმართულია და ემსახურება ერთადერთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იმ უდიდესი გამოწვევების დროს, რაც უდგას მთელ მსოფლიოს. ეს გამოწვევები თუ როგორ ეცადნენ, რომ დაგვტეხოდა და დაგვატყდა რეალურად თავს და რო არა ჩვენი საზოგადოების სიბრძნე, რომ არა სახელმწიფო ყველა ინსტიტუციის ძალიან მყარად და სახელმწიფოებრივად და სახელმწიფოებრივი აზროვნებით
ხელოვნებით დგომა ერთ მუშტად ჩვენ ვიცით რასაც გვიქადდნენ და რას უპირებდნენ ჩვენს ქვეყანას ასე რომ ის სისტემური დანაშაულები ის სისტემური მოწოდებები და შემდეგ ქმედებები ამ მოწოდების შემდეგ რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით პირდაპირ ეთერში არაერთხელ ვიხილეთ ჩვენ ამას ჩვენი კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი. ეს იყო ის ძირითადი თემები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ და რაც მინდოდა თქვენთვის და საზოგადოებისთვის გამიზიარებინა. მოგესალმებით ტელეკომპანია იმედი ნინი მაისურაძე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და კიბერუსაფრთხოების ექსპერტი მაიკ პენსი საუბრობს 2024 წელს საქართველოში უცხოური გავლენის კანონთან დაკავშირებით დაწყებულ პროტესტზე, სადაც ის ამბობს, რომ ეს პროტესტი გარედან იყო დაფინანსებული, კონკრეტულად ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფინანსდებოდა და ამ კონტექსტში ახსენებს სახელმწიფო დეპარტამენტს USAID-ს და NETS. რა დადასტურდა თქვენთვის ამ განცხადებით, მას შესაძლოა საუბარი არის ძალადობრივ აქციებზე, მოლოტოვის კოქტეილები ვნახეთ ამ აქციებზე და პიროტექნიკა. დადასტურდა ერთი პირველ რიგში რაც რამდენიმე წუთის წინ ვისაუბრეთ და სწორედ ეს კანონი რაცაც უნდა მოემსახუროს ერთ-ერთ მიმართულებას, რასაც სწორედ აი NEDIS, EID-ის და USAID-ის მხრიდან მოდიოდა ის კოლოსალური თანხები და არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში. არამედ ბევრ ევროპის კავშირის წევრ ქვეყანაში თუ არა მხოლოდ და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სურვილი ქონდა ეგრეთ წოდებულ deep states თუ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაზე გვაქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე გვაქვს საუბარი თვითონ უწოდეს ეს სახელი deep state მათი მმართველობით ყველა იმ ესე ვთქვათ ქვეყნის მიმართ რომელი ქვეყანაც უნდათ რომ მათ ექციათ პროქს სახელმწიფო დადასტურდა ის რასაც ჩვენ ვამხელდით თუნდაც მანამდე სანამ ბატონი ტრამპი და ესე ვთქვათ მისი კაბინეტი დაიკავებდა მათი ადმინისტრაციის წევრები დაიკავებდნენ ოვალურ კაბინეტს ამერიკის შეერთებულ შტატებში და დადასტურდა ის რისი გამოისობით და ესე ვთქვათ დაიკეტა ის ესე ვთქვათ ორგანიზაციები რომელი ორგანიზაციების პირდაპირ კავშირში იყვნენ იმ არაპროფილურ ხარჯვასთან და პირდაპირ იმ თანხების გამოყოფასთან რომელიც ემსახურებოდა ხაზგასმით თავიანთ სასურველ პროქს სახელმწიფოში რეჟიმ ჩეინჯებს თუ გადატრიალების მოწყობას თუ სასურველი ხელისუფლების მოყვანას დადასტურდა მხოლოდ ეს და ყველაზე მთავარი დადასტურდა ის მძიმე მემკვიდრეობა არა მხოლოდ მსოფლიოს მიმართ არამედ კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის მიმართ რომელ მძიმე მემკვიდრეობაზეც უკვე ღიად მიდის საუბარი თუნდაც ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან. შალო ყოფუაშვილი ბოდიში ერთი კითხვაც დამრჩა. საია სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს და თავიანთ სარჩელში მოწამვლოზე საუბრობენ, თუმცა თუ აქამდე გვესმოდა მათი მხრიდან კამიტი და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი, ახლა ეს სიტყვები აღარ არის გამოყენებული და ისინი ხმარობენ ამის ნაცვლად წყლის ჭაუში შერეულ ნივთიერებას. რა გახდა თქვენი აზრით შეცვლილი სიტყვების მიზეზი და ტერმინოლოგიის და ასე ვთქვათ რაზე მიანიშნებს ეს თქვენთვის? მიზეზი გახდა ერთი, რომ ეს ყველაფერი, ეს მორიგი, ცრუ და ბინძური კამპანია იყო აგებული სრულ სიცრუეზე. სრულ უტიფარ ანტისახელმწიფოებრივ სიცრუეზე. რასაც სამწუხაროდ მოყვა გამოხმაურება მათი პატრონების მხრიდან და ყველას კარგად გაგახსენებთ BBC-ს რეპორტაჟს და შემდეგ რაღაც პუბლიკაციებს ამ სრულ სიცრუესთან მიმართებით და კარგად ავახსენებ ჩვენ საზოგადოებას თუ რა დამამდინარეობს BBC-თან დაკავშირებით. რაც შეეხება კამიტს ძალიან კარგად იცოდნენ თავიდან, როდესაც სიცრუეზე ვსაუბრობ ამ სრულ და დიდ ბოროტებაზე და უტიფრობაზე, როდესაც ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის მიმართ შეგიძლია რომ მსგავსი ტყვილი გამოიგონო, არის ერთი. უბრალოდ რამდენიმე ხნის წინ ეს სახუმარო თემა გახდა, უბრალოდ სახუმარო თემაც აღარ არის. ხო, რაღაც ბოდვაშია უკვე გადაზრდილი, რომ რეალურად მართლა რაღაც ერთ ბუმბულგაცვენ თუთი ყუშამდე ხო არ დავათ, ხო? ანუ აი ეს არის მათი სახე, ეს იყო ის ტყვილი, ის სიცარიელე, რომელიც ძალიან მალე, ძალიან მოკლე დროში ჩამოიშალა. ბატონო ირაკლი კიდევ ერთხელ გკითხავთ და ბოდის ვიხდი, რაც შეეხება სხვა თქვა სარჩელს,
სარჩელის შეტანაც და ყველა ისე ვთქვათ ქმედება რაც მას გადადეს ეს მათი უფლებაა ხოლო რაც შეეხება რა ნივთიერება იყო საერთოდ რამე იყო გამოყენებული თუ არ იყო ამაზე უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაასრულა და ძალიან ვრცელი ბრიფინგი მოისმინა ჩვენმა საზოგადოებამ ბატონო, კიდევ ერთხელ კითხოთ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით ცვლილებებზე. ვიცით, რომ მაგალითად საერთაშორისო პრაქტიკაც არსებობს, მაგალითად გერმანიაში მოქონდათ ასეთი კანონი. კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, რატომ დადგა დღის წესრიგში კანონის გამკაცრება? თქვენ ექსტრემისტის მიმართებით არაღიარებისკენ მოწოდებას დიახ. რატომ მოხდა ამ ყველაფრის, ესე ვთქვათ, დაინიცირება და რატომ გახდა ეს თემა აქტუალური? აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით თითოეულ თქვენ დასმულ კითხვაში არის და ჩემ პასუხში არის ამაზე პასუხი. იმიტომ რომ დღესაც მიუხედავად იმისა, როდესაც ვსაუბრობ იმ დიდ დამფინანსებელ ორგანიზაციებზე და მთავარ დონორ ორგანიზაციებზე, როგორიც არის USAID, EID და NED, კიდევ არიან დარჩენილი ორგანიზაციები, რომელთა ცენტრიც გადმოვიდა ბრიუსელში და რომელიც აი ეს დიდი ბოროტი მანქანა არის ამოქმედებული და პირდაპირ გვიანონსებენ და უანონსებენ თავიანთ აგენტურას, რომ ისინი ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოში, რომელიც ზრუნავს თავის უსაფრთხოებაზე, მაინც გამონახავენ გზას, რომ აი ეს ექსტრემიზმი და სახელმწიფოს დამხობა და ის სიძულული ზენა და ყველაფერი ის, რაც მიმართულია ანტისუვერენულ სახელმწიფოს წინააღმდეგ, დააფინანსონ. სწორედ აი ამ ყველაფრიდან არის გამოწვეული თითოეული ის კანონი არ განმაცალკევია მხოლოდ და მხოლოდ ამ კანონს, რომელიც დაინიცირდა და რომელიც აუცილებლად გაჩნდება ქართულ საკანონმდებლო სივრცეში. შავა პაპუაშვილი დებატებს და სიმონ ჯანაშიას გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებულების და ბრალდებულების სტუდენტ პატიმრებას წარმოაჩენას და ჯანაშაულის წახალისებაზე ისაუბრა და ასევე ისაუბრა ორგანიზატორებზე, რომლებიც ვინც ახალგაზრდები წინა ხაზზე რევოლუციისთვის მიუშვეს და კანონს და კონსტიტუციას შეაჯახეს. ეს რომ შევაფასოთ, რამდენად შეასაბამება სიმართლეს, მაგალითად ის რომ ესენი არიან მხოლოდ სტუდენტები, რომლებიც დაკვირვებელია მაგალითად არაფრის გამო და გვახსოვს ნახეთ ის კადრები, რომლებიც ძალადობას მსახველი ვიდეოები ასევე გამოქვეყნა შავა პაპუაშვილი. ესეთი განცხადებები მათი მხრიდან, აი ამ ყველაფრის პირდაპირ ორგანიზატორებიდან, ხარდამჭერებიდან, მათი ორგანიზატორების ხარდამჭერებიდან, თუ ფარული ორგანიზატორებიდან, თუ იდეოლოგიის მომხრეებიდან, თუ ერთ-ერთი იდეოლოგიის ფუძემდებლებისგან, როდესაც ვისმენთ ჩვენ ისეთ განცხადებას, ეს ემსახურება ერთადერს, რომ ისევ და ისევ შექმნან ცრუ აღქმები, ისევ და ისევ დაბრენდონ ეს ყველაფერი, როგორც მაგალითად. ყველას კარგად გვახსოვს. ესეც ხო მათ სცენარშია გაწერილი, ხო? აი ეს სურათებით სიარული, აი ეს სრული ცრუ პროპაგანდის, ესე ვთქვათ, ტირაჟირება, ცრუ პროპაგანდა, როდესაც შენ ადამიანს, რომელსაც თელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში უყურა პირობითად როგორ ისროდა ქვას, როგორ წვავდა პოლიციელს, როგორ წვავდა ადმინისტრაციულ შენობას, როგორ წვავდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანას, როგორ იჭრებოდა პირობითად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ ყველაფერს როგორ ამბობდნენ, იცი სანამ სურათის ფრიალს დაიწყებდნენ, ამას ბრენდავდნენ. შემდეგნაირად დავიწყოთ ბოლოდან 4 ოქტომბრის ღობის თემა. არა ვთქვათ მოწოდება და შემდეგ დაპყრობა და შეჭრა ინსტიტუციაში და პრეზიდენტის სასახელში, არამედ ღობის თემა. ანუ ღობის რაღაც მოქლიბვის, ესეც უბრალოდ ანეკდოტურ სიტუაციას ჩაიგდეს თავისთავად ამის საქმე. შემდეგ ჩამოვიდეთ, არაერთხელ მეთქვა ლაზარე გრიგორიადისი, მოლოტოვის სროლა. თურმე არა, თურმე გმირობაა და ჯიბეში აუფეთქდა მოლოტოვის კოქტეილი ლაზარეს. თურმე პარლამენტის შენობის, ესე ვთქვათ, პიროტექნიკით დაწვა ყოფილა გამოხატვის თავისუფლება. ქვის სროლა პოლიციელზე ყოფილა დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება. კიდევ უფრო შოუ რეტროსპექტივაში წავიდეთ. მიხეილ სააკაშვილის ყველას კარგად გვახსოვს ერთ-ერთი პირველი ბრალი მის მიმართ, როდესაც 9 თუ 10 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდნენ არამიზნობრივად ბიუჯეტიდან. რა მივიღეთ, როგორი დაბრენდვა მივიღეთ, ეს იყო პირველი რაც გააკეთეს ეგრეთ წოდებული პიჯაკების საქმე. არავინ ესე ვთქვათ არ ყიდულობს ამ ყველაფერს ჩვენ ქვეყანაში და არც არასდროს არ იყიდის ჩვენი საზოგადოება არც ერთხელ აი ესეთ უტიფარ სიცრუეს და არასდროს არ დაუშვებს,
რომ აი ესე ნიჩბით აყარონ თვალებში ნაცარი აი იმ სცენარების მიხედვით, რომ სცენარსაც ისინი უაპელაციოდ და ყოველგვარი შენიშვნის გარეშე ცდილობენ რომ შეასრულონ. გრანტების შესახებ განო პროექტზე გკითხავთ, პარლამენტში არის უკვე პაკეტი, რომ გითხრათ, რატომ გახდა აუცილებელი ცვლილებების შეტანა გრანტებთან დაკავშირებით. პასუხი ძალიან მარტივია, მე მგონი რამდენიმე წუთის წინ ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი ეს ყველაფერი გავმეორდები, ნებისმიერი კანონი, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე და უსაფრთხოებისთვის და როდესაც საუბრობთ და ფაქტებით გვაქვს დადასტურებული და ამ ფაქტებს ამყარებს მათივე განცხადებები, რომ ისინი ეძებენ ყველანაირ გზას, რომ ეს აგენტურული ქსელი როგორმე ასაზრდოონ ფინანსურად ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ამას არ დაუშვებთ და ამოვქოლოთ ყველა იმ ხრელს რომელ ხრელზე შემდეგ კოლექტიური გიგაური და ლომჯარია ჩართვები თავიანთ პატრონებთან ერთად ეძებენ რომ როგორმე შემოიტანონ ეს ბინძური თანხები ჩვენს ქვეყანაში.